გამარჯვების პირველი ემოციები, კომენტარები ფინალში გასვლის შემდეგ, რას ამბობს ქართველი ინტერთან დაპირისპირებაზე, ლუის ენრიკე და ფერმერთა ლიგა, რა შემთხვევაში გახდება კვარაცხელია ორი ქვეყნის ჩემპიონი, ვის სურს ილია თოფურიასთან ბრძოლა და ვინ არის დარწმუნებული დვალიშვილის დამარცხებაში. ამ და სხვა საინტერესო სიახლეების მოსმენამდე არ დაგეზაროს და მithme ზუსტად 2 წამი. დალაიქე ვიდეო და გამოიწერე არხი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა მხარდაჭერისთვის. ახლა კი დავიწყოთ დღის მთავარი მოვლენით. ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს. 18 წლიანი პაუზის შემდეგ ქართველი ამ დიდი საფეხბურთო მოვლენის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე იქნება. კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენი ფინალშია. ფრანგულმა გუნდმა ისტორიაში ეს სულ 2-ჯერ მოახერხა და ახლა 2020 წლის შემდეგ მეორედ ქართველის მონაწილეობით ჩემპიონთა ლიგის ფინალში ინტერს მიუნხენში დაუპირისპირდება. 1-0-ის მოგების შემდეგ მეორე საპასუხო ნახევარფინალი პარკ დე პრენსზე გაიმართა, სადაც კვარაცხელიას გუნდმა არსენალი 2-1 დაამარცხა. მართალია ეს თამაში არსენალის სრული უპირატესობით დაიწყო, თუმცა უფრო შედეგიანი მაინც პარი სენ-ჟერმენი გამოდგა. ამ შეხვედრაში ბევრი დაძაბული და საინტერესო მომენტი იყო. კვარას ძელით დაწყებული დონარუმას შესანიშნავი სეივებით დამთავრებული. თუმცა ისტორიის ეს ნაწილი უკვე დამთავრებულია. ახლა წინ უფრო დიდი და დაუვიწყარი მომენტები გველოდება. მაგრამ რა თქმა უნდა, მანამდე მოვისმინოთ კვარას და მისი თანაგუნდელი ფინალისტების პირველი კომენტარები გამარჯვების შემდეგ. ძალიან აღელვებული და ბედნიერი ვარ. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. აქ რამდენიმე თვის წინ მოვედი და უკვე ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვთამაშობ. ჩემთვის ეს ოცნება იყო. ვფიქრობ, ეს შრომის და პროცესის მიმართ რწმენის დამსახურება. ამ ბიჭებთან ერთად აქ ყოფნით ბედნიერი ვარ. ინტერის წინააღმდეგ რამდენჯერ მე ვითამაშე. ისინი იმსახურებენ ფინალში ყოფნას. ძალიან რთული გუნდია. სტანდარტულებში ძალიან ძლიერები არიან და ყურადღებით უნდა ვიყოთ. დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გავაკეთებთ, რადგან ძლიერები ვართ და ჩემპიონთა ლიგის მოგებას ვიმსახურებთ. სეზონის დაწყების წინ ჩვენი არავის სჯეროდა და ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვითამაშებდით. თუმცა ერთობლივი მუშაობით ეს შევძელით და წინ კიდევ ერთი ნაბიჯია. ეს წარმოუდგენელია. ამ მომენტისთვის ძალიან ბევრი ვიშრომეთ და ძალიან ბედნიერები ვართ. ფანტასტიკური ოჯახი და ჯგუფი ვართ. ამ ყველაფერს ვიმსახურებთ. მადლობა მთელ პარის. ლუის ენრიკე წარმოუდგენელი მწვრთნელია. გასული წლიდან მოყოლებული მან შრომით შესანიშნავი გუნდი ააშენა. ინტერთან ფინალი ჩვენთვის განსაკუთრებული იქნება, მაგრამ დიდი მოტივაციით შევხვდებით. ინტერი დიდებული გუნდია. ეს გუშინ ნახეთ. ახლა კი მომენტით ვტკბებით. ფერმერთა ლიგა იცით? ჩვენ ვართ ფერმერთა ლიგა და ჩვენ 4 ინგლისური კლუბი დავამარცხეთ. ეს კარგია. აქ მოსვლის პირველ დღეს მე ვთქვი, რომ ჩემი მიზანია ისტორიის წერა კლუბთან ერთად. დღევანდელი დღე არაჩვეულებრივი იყო. მინდა გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადო მხარდაჭერისთვის. ყველას უნდა ჩემპიონთა ლიგის მოგება. ჩვენ გვინდა ამის უნარი გქონდეს. შევეცდებით ჩემპიონთა ლიგა ყოველ წელს მოვიკოთ. ეს ჩვენი მიზანია. ინტერი ბოლო 3 წელში მეორედ გავიდა ფინალში. ისინი მზად არიან. სასტარტოშიც არ შეუტანიათ მნიშვნელოვანი ცვლილებები. ეს არის გუნდი, რომელიც სტანდარტებით დომინირებს. მეტი გამოცდილება აქვთ, მაგრამ ჩვენ 2 ფინალი დაგვრჩა. ლიგის და საფრანგეთის თასი და სწორედ ამაზე ვოცნებობთ. ამ ფინალებშიც იგივე განწყობით ვითამაშებთ, როგორც ყოველთვის. შეგახსენებთ, რომ პარი სენ-ჟერმენი ჩემპიონთა ლიგის ფინალში ისტორიაში მეორედ გავიდა. 2020 წლის შემდეგ პირველად, როცა ბაიერნთან დამარცხდა. ახლა კი ფინალი მიუნხენში გაიმართება. აღსანიშნავია, რომ მიუნხენში ჩემპიონთა ლიგის თასის ფინალი მეხუთედ გაიმართება. წინა 4 შემთხვევაში კი ყოველთვის ისეთი გუნდი იგებდა, რომელსაც მანამდე ეს ტურნირი არასდროს ჰქონდა მოგებული. თქვენ რას ფიქრობთ? ვინ გახდება წელს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული? ინტერი თუ პარი სენ-ჟერმენი? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. მე კი მანამდე შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის გარდა ხვიჩა კვარაცხელიას შანსი აქვს ერთ სეზონში 2 ქვეყნის ჩემპიონობა იზეიმოს. ქართველი საფრანგეთის ჩემპიონი უკვე გახდა. დარჩა იმ ნაპოლის ჩემპიონობა, სადაც ქართველმა სეზონის პირველი ნახევარი გაატარა. ნაპოლის ჩემპიონობის შანსი დღითი დღე იზრდება, მაგრამ საქმე არც ისე მარტივადაა. იმ შემთხვევაში, თუ ანტონიო კონტეს გუნდი მეოთხე ჩემპიონობას იზეიმებს, ხვიჩა კვარაცხელია ავტომატურად იტალიის ჩემპიონი ვერ გახდება. წესების თანახმად, სერიას ჩემპიონი ავტომატურად ხდება ყველა ის ფეხბურთელი, რომელიც ჩემპიონობის მომენტისთვის გუნდის განაცხადში იქნება. კვარაცხელია მათ რიცხვს არ ეკუთვნის. შესაბამისად, გამოცხადდება თუ არა ხვიჩა იტალიის ჩემპიონად, ეს კლუბის გადასაწყვეტი იქნება. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში კვარამ ნაპოლის მაისურით 17 შეხვედრაში 5 გოლი და 3 საგოლე პასი მიითვალა. როგორ ფიქრობთ, ჩემპიონობის შემთხვევაში მისცემს თუ არა ნაპოლი ქართველს კუთვნილ ჯილდოს? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. ახლა კი UFC და 2 ქართველი ჩემპიონი
დავიწყოთ ილია თოფურიათი, რომლის მომდევნო მეტოქე კვლავ უცნობია. თუმცა როგორც ქართველს, ისე ყველა გულშემატკივარს სურს, რომ ეს მახაჩები იყოს. ილიას და ისლამის შესაძლო დაპირისპირებაზე საინტერესო კომენტარი გააკეთა მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა არმან ცარუგიანმა. თოფურიას შეუძლია მახაჩებს პრობლემები შეუქმნას. ამ წონაში ისლამისთვის წინააღმდეგობის გაწევა მხოლოდ მე და თოფურიას შეგვიძლია. კეიჯი მახაჩევისთვის მარტივი ფულია. ოლივეირა კი უკვე ნაცემი ხავს. რის ხარჯზე შეუძლია ილიას ისლამისთვის პრობლემები შექმნა? ის უფრო დაბალია. ამიტომ ფეხებში შესვლა ისლამისთვის უფრო რთული იქნება. თოფურია კარგად დგას ფეხზე და ძლიერი დარტყმა აქვს. ნებისმიერ მომენტში შეუძლია ისლამი დაანოკაუტოს. ფიქრობ, თუ კარგი დარტყმა გამოუვა, ილიას ისლამის დაგდებაც შეუძლია. თუმცა ისლამი შეეცდება მასთან დისტანცია შეინარჩუნოს და შორიდან იმუშაოს. ილიასთან დაკავშირებით საინტერესო გეგმები აქვს UFC-ს ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონს ალექსანდრე ვოლკანოვსკის, რომელსაც ლეგენდასთან დაპირისპირება ისევ სურს. თოფურიასთან რემატჩი და საჩემპიონო ქამრის დაბრუნება ჩემთვის მოვლენების იდეალური განვითარება იქნებოდა. ეს არ გამოვიდა და პატივი უნდა ვცეთ იმას, რასაც თოფურია აკეთებს. ქვემსუბუქ წონით დივიზიონში ყველაფერი დაამთავრა და მსუბუქ წონაში სურს ჩემპიონობა. მიეცით საშუალება, რაც უნდა ისაკეთოს და შესაძლოა მასთან მეორედ მსუბუქ წონაში ვიჩხუბო. ორი წონითი დივიზიონის ჩემპიონობის შანსი კიდევ ერთხელ წარმოიდგინეთ. ილიამ ქამარი რომ მოიგოს, მე კი ტიტული დავიცვა და შემდეგ ჩვენი რემატჩი შედგეს. ეს უდიდესი ორთა ბრძოლა იქნება და მოვლენების იდეალური განვითარება, მაგრამ ამისთვის ბევრი რამაა საჭირო. შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით დაღესტნელი მებრძოლი ქვესაშუალო წონის სატიტულო ჩხუბს ელოდება და თუ ჯეკ დელა მადალენა ბელალ მუჰამედს დაამარცხებს, დიდი ალბათობით დივიზიონს ისლამ მახაჩევიც შეიცვლის. მედის ინფორმაციით, ასეთ შემთხვევაში თოფურიას მეტოქე ბრაზილიელი ჩარლზ ოლივეირა იქნება. UFC-ს სუპერმსუბუქი წონის მებრძოლმა კორი სენდჰეგენმა კი განაცხადა, რომ მერაბ დვალიშვილის და შონ ომალის შორის გამარჯვებულს სწორედ ის უნდა შეხვდეს. მერაბ დვალიშვილის დამარცხება შემიძლია. ხელმძღვანელობასთან ამ საკითხზე ჯერ არ მისაუბრია, მაგრამ ჩემი მენეჯერი ამას აუცილებლად განიხილავს. ვნახოთ რა მოხდება. ნებისმიერ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, რომ საჩემპიონო ჩხუბი დავიმსახურებ. ჩვენს ზონაში სხვა აღარავინ დარჩა. უმარ ნურმაგომედოვმა ქამრისთვის იჩხუბა და წააგო. პიოტრ იანმა ბოლო ბრძოლა მოიგო, მაგრამ წაგებული აქვს როგორც ომალისთან, ისე დვალიშვილთან. არ მგონია იანისა და მერაბის რემატჩი ვინმე საინტერესებდეს. მე იანზე ძლიერი ვარ და მერაბ დვალიშვილის დამარცხება შემიძლია. დივიზიონის საუკეთესო მებრძოლი ვარ და საჩემპიონო ჩხუბს ვიმსახურებ. თუ ასეთი შანსი მომეცემა, ჩხუბს იმდენი ხანი დაველოდები, რამდენიც საჭირო იქნება. მერაბ დვალიშვილთან დაპირისპირება სურს UFC-ს სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილ ჩემპიონს პიოტრ იანს, რომელიც დარწმუნებულია, რომ ტიტულის დაბრუნებას შეძლებს. მერაბს ჭიდაობა უყვარს და ეს ძალიან კარგად მესმის, მაგრამ ჩვენი ბოლო ორთა ბრძოლის შემდეგ ბევრი რამ ვისწავლე და ვფიქრობ, მეორე ჩხუბში ყველაფერი სხვანაირად იქნება, ჯერა რომ მისი დამარცხება შემიძლია. რას ფიქრობთ ამ ორი მებრძოლის განცხადებაზე? შეძლებენ ისინი მერაბის დამარცხებას? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. მე კი შეგახსენებთ, რომ დვალიშვილი მომდევნო ორთა ბრძოლას 8 ივნის გამართავს. ქართული მანქანა შონ ომალის დაუპირისპირდება და საჩემპიონო ქამარს დაიცავს. ბოლოს, თუ მოგეწონა ვიდეო, დაალაიქე, გამოიწერე არხი და ჩართე ზარის ღილაკი, რომ არ გამოჩნდეს შემდგომი სიახლეები.